პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს медალი მოიპოვა, ეს სანდრო ბაზაძეა. დაბრკოლებების მიუხედავად ბაზაძემ ყველაფერი გააკეთა და საქართველოს ოქროს медალი შემატა. მან ფინალურ ორთაბრძოლაში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დამაჯერებლად 15-9 დაამარცხა. იქამდე კი ქართველმა ზედიზედ 5 ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. ბევრი დაბრკოლება შემხვდა ჩემი კარიერის მანძილზე, მაგრამ არასდროს არ უნდა დავნებდით. უნდა ვიბრძოლოთ გულში რაც გვაქვს. არასდროს არ უნდა ჩავაქროთ, ასაკი არის მხოლოდ ციფრები და ჩემ თავს ულოცავ და საქართველოს ულოცავ ამ გამარჯვებას. იმიტომ რომ ეს ჩემი თავის გამარჯვება არა, ესა თითოეული ადამიანის გამარჯვება, ვინც აქ იყო. სანდრომ გასაოცარი სანახაობა მოაწყო, მან იმპოვა ძალა, არ დანებდა და ყველაფერი ძალიან ღირსეულად დაასრულა. ჩვენი შრომა არ ყოფილა ამაო, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვგეგმავდით. სანდრომ მოიპოვა медალი და დაამტკიცა, რომ არც ერთი დაბრკოლება არ არის გადაულახავი. ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ ნამდვილად საუკეთესოები ვართ. ეს медალი არ არის მხოლოდ მისი პერსონალური გამარჯვება. ეს გამარჯვება მთელი საქართველოსია. ეს ყოველდღიური შრომის, რწმენის და საქმისადმი ერთგულების შედეგია. მერვედ ფინალში ჩატარებული ორთაბრძოლა სანდრო ბაზაძისთვის ფინალის ტოლფასი იყო, რადგან ბილიკზე მისი მეტოქე მუჰამედ ამერი გამოდიოდა, ვისთანაც ქართველმა მოფარიკავემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მარცხი განიცადა. ბაზაძემ რევანში აიღო და ეგვიპტელი 15-11 დაამარცხა. ქართველმა მოფარიკავემ წარმატებით დაძლია მეოთხედფინალური ეტაპი და ნახევარფინალში აჰმედ შეჰამის დაუპირისპირდა, რომელიც ასევე 15-10 დაამარცხა. ქართველმა მოფარიკავემ მსოფლიო ჩემპიონობამდე დიდი და რთული გზა გაიარა. იყო იმედგაცრუებები, იყო ალბათობა იმისა, რომ ბაზაძეს კარიერაც ნაადრევად დაესრულებინა. თუმცა იყო რიგი მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელმაც ბაზაძე პლანეტის უძლიერესის წოდებამდე მიიყვანა. მთავარი როლი კი მისმა ოჯახმა ითამაშა. ძალიან გახარებული ვარ, შვილი გამიხდა მსოფლიო ჩემპიონი. სანდრო ბევრჯერ გახდა ჩემპიონი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონობა, მაინც მსოფლიო ჩემპიონობა საკუთარ კედლებში, საკუთარ ქვეყანაში გაახარა მთელი საქართველოს, მთელი მსოფლიო ელიტა აქ არის და მან აჩვენა ის, რაც უნდა ეჩვენებინა. სანდროს ჰქონდა მეორე ადგილი აღებული მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰქონდა მესამე ადგილი კომპლექტისთვის აქ და პირველი ადგილი და ეს მან შეძლო გააკეთა. სანდრო იყო ჩემთვის ყოველთვის ჩემპიონი და დღეს უკვე მთელი მსოფლიოსთვისაც ჩემპიონი გახდა. ემოციური დღე იყო ძალიან, იმიტომ რომ ამ ყველაფრის უკან სანდროს უდიდესი შრომა, უდიდესი სირთულეები დგას და მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი ოქროს მედლით დაგვირგვინდა და სანდრო დღეს მსოფლიო ჩემპიონია.